სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები კვლავ თქვენთან ერთად არის. მივესალმები ბატონ გიორგის. გამარჯობა. ბატონო გიორგი, ეხლა თქვენ ისა რა ქვია, ვირუსის მატარებელი რო ბრძანდებით და მე აქ გვერდზე ძმაო რო საფრთხის ქვეშ ვარ. გადაღების ბოლომდე იმედია გავძლებ. გავიწევი. აი, მოკლედ ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ესე ჩაგრავს. საერთოდ მოსვლა. ვირუსიო ისე რა ვქნა, პატარა კაცი ვარ და დღევანდელ, ასე ვთქვათ, თემას მე წარმოგიდგენთ. არის. ესე იგი, რა ხდება დღეს? ორი მსგავსი კატეგორიის დანა, ერთი მაღალი საფასო კატეგორიიდან და მეორე შედარებით დაბალი საფასო კატეგორიიდან რა აქვს მათ მსგავსი, რითი არიან განსხვავებულები, რა ზრდის ფასს და მოკლედ ძირითადად ვისაუბრებთ აი ამ თემის ირგვლივ, რასაც ქვია საფასო, ასე ვთქვათ, სეგმენტები დანის მრეწველობაში, სწორედ ვიძახი? ინდუსტრიაში. რატო გადავწყვიტე მაშინ ბატონო გიორგი ამ თემის იმასაც ვიტყვი, მაგაზე არ მისაუბრია. რამდენად სწორად შევარჩიე და ბატონო, ბოლო პერიოდში ძალიან უცნაური კომენტარები მხდებოდა ჯგუფში. მე მესმის, რომ ძირითად შემთხვევაში ეს გაუთვითნობიერებელი ხალხის კომენტარები იყო, მაგრამ მაინც თავს, ასე ვთქვათ, ვალდებულად ვთვლი, რომ გაუთვითნობიერებელ ადამიანებსაც მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მივაწოდო და ანუ ის ხალხი, ვისთვისაც რაღაცა დანა პირობითად 1000 ლარი რო ღირს და რაღაცა აგრესია რო მოდის მათგან, მინდა მათ და საპასუხოდ ზუსტად მაგიტო ვისაუბრო, რომ იმ 1000 ლარიას მაგალითად საპირწონედ შეიძლება კონდეს 150 ლარიანიც და მოდი გავარკვიოთ ეს ხალხი რა როგორ და რა. ძველი დრო გამახსენდა როგორ მლანძღავდნენ ხოლმე. მეც მიმალანძღეს. ეხლა თუ? კი და ნახე. ხო არა, მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ხა რა ვიცი მე არ იყო ეგლან. ძალიან გულთან ახლოს. ამათი ზოგადად ცოტა სხვანაირად მაქვს მე ნასწავლი და არ ვიცი, მეგობრებო, მე ვერ შემოყვებით ამ რაღაცა კომენტარებში აქეთური იქეთურით და ისედაც მიმაჩნია, რომ დასრული მამაკაცები, რა ვიცი, ალბათ თუნდაც რაღაცაში არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს. რაღაცა ესე არ უნდა ქიშპობდნენ და ამიტომ მე ყველაზე იული გზა ვიპოვე, ჩემი აზრით კი არა და უფრო გამოცდილი ხალხის რეკომენდაციებით და ბლოკავ ხოლმე. კი ბატონო, რა, ანუ დანარჩენი თუ ვინმეს რამე სურს, არა ჩემპიონა რთული საკითხი და მობრძანდით გიმასპინძლებთ, მაგრამ მე მგონი სირცხვილია, რომ რა ვიცი, რა, თბილისში ამ პატარა ქალაქში, ამ პატარა ქვეყანაში ხალხთან ძალიან ძვირად ყიდი ხოლმე რაღაცებს მიხეილ მეც. ბიჭო, მე საერთოდ არ ვიცი შენ პირობითად ვიზახი, ანუ ეგეც ხო თემაა ეხა მართლა ყველას ხო არ ავუხსნით ჩვენ ფუნქცია მოვალეობას. ეხა მე მაგალითად ფასს წარმოქმნაში საერთოდ არ მონაწილეობ პირობითად და სურო პირობითად ლარიანი მართლა მილიონად რო გაყიდოს გიორგი, მე შეიძლება სულ არ ვიცოდე რომ ის ლარი ღირს. ხო და ხა თან ეგრე არ არის. 100-200 ლარიან დანებზე მეჩხუბებოდნენ ხოლმე თავიდან, რომ 200 ლარი როგორ შეიძლება დანაღირდეს. კი, 37 ლარიან დანაზეც იყო მსგავსი კომენტარი, რომ რა ამბავია 37 ლარი. ასე რომ ყველაფერი კარგად არის მიშა. და მანდან წამოვიდა ეს იდეა. კი, მანდან წამოვიდა, რომ მოდი მართლა იმის გარეშე რაღაცნაირად ეგება და აუხსნათ ხალხს. შეუძლია აუხსნათ. მოკლედ 5 წყვილი შევარჩიეთ. 5 წყვილი მე, 5 წყვილი გიორგი და დავიწყებთ რიგრიგობით და მე მინდა ჩემი ასე ვთქვათ პირველი დანა, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, მეგობრებო. ეს არის Benchmade-ის თამამად ვიტყვი ლეგენდარული დანა, მინი ბაგაუტი. ოღონდ მინი ბაგაუტი რაღაცა ცერაკოტით, ანუ ოდნავ ნავაროჩენი, ესე დავარქვათ რა. ჩვენს მაღაზიაში ამ დანის ფასი ვიტყვი არის 579 ლარი, არის უფრო დაბალფასიანი ბენჩებიც, მაგრამ ნუ ეს იმიტომ რომ ცერაკოტით არის ღირს ესეთი თანხა. გვაქვს პლასტიკის ტარი, მოდი ასე ვთქვათ და ფოლადი S30V. ჩამკეტი მექანიზმი, აქსის ლოქი. და არის დანა შაიბაზე. ამ მოდელზე ყველა კამათობს, ამერიკაშიც კამათობენ ხოლმე, ხო? ხო, კი ბატონო. Overpriced ხო არ არის და ასე შემდეგ. კი ბატონო, კი ბატონო. მაგრამ მოდი ამ შემთხვევაში დავანებოთ ამას overpriced-ობას. თავი უბრალოდ თქვათ ესეთი რაღაცა, რომ იმ კომპანიამ, ანუ გადაწყვიტა რომ ამ ფასად უნდა გაყიდოს და ნახა რომ ყიდის ყველაზე მეც.
კაი. მიდი. მე მინდა რომ მისი საპირწონეთ ჩემი შერჩეული დანა ვაჩვენო, ასე ვთქვათ, ჩვენ გამომწერებს SRM 255 ელი და მინდა რომ ჯერჯერობით კი არა და ასე ვთქვათ, ვისაუბრო, შევადარო მასალები. ესე იგი, აქ თუ გვაქვს ფერენი თუ რაც არის მაგდაგვარი, აქ გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის ჯიათი. შეიძლება ესეც. კი, შეიძლება ესეც. ჩამკეტი მექანიზმი გვაქვს იდენტური და რა ვიცი, საერთოდ არის ესეთი ვერსია, რომ ეს კომპანია უმზადებს ამას ზამბარებს. ნუ ხა ამას თავს ვერ დავდებ. კლიპსა ერთ მნიშვნელოვნად SRM-ის კლიპსა მე პირადად მირჩევნია ამ კლიპსას, იმიტომ რომ ეს ამბიარი ჯდება, არსად არ ყანყალებს, ეს ხანდახან, ნუ არ ვიცი. წიმლაჩნია, რა ქვია ამას, პარაკორდის გასაკეთებელი. ანუ აი აქ არის ესე და აი აქ გვაქვს ლატუნის ბონკა ჩასმული. აი ესე სულ დეტალურად ჩავყვეთ. ფურნიტურა, ხო, აი ამას ბევრად მაღალი დონის ვინტები აქვს, ვიდრე ამას. და პივოტი. ანუ შეხედეთ ბრენდირებული ლუკი, დამლუქავი და აქ რაღაცა ჩვეულებრივი ვინტი. ანუ ამ კონკრეტული დანის ფასი 165 ლარი. ანუ 569-ის საპირწონეთ 165 ლარი. თქვა მეც ამ მოდელებზე შემიძლია. დავასრულებ ერთს და მოკლედ გარდა იმისა, რომ ეს კონკრეტული დანა ძალიან მიყვარს, მე ძალიან თამამათვალ ვუწევ რეკომენდაციას და აქვე ვიტყვი, რომ ფოლადი, რომელიც ამ დანას უყენია, ეს არის ჩინური ფოლადი, რომელიც შემადგენლობით არის ამის ოდნავ უკეთესი ვერსია როა ეს 35-ვიანი იმის ანალოგი. ამიტომ ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც ის ფოლადი ჯობია. დაშვება კიდე მაგ SRM-ის ჯობია. ეს მეგონი საკისრებზეა ამაში. საკისრებზე იქნება. საკისრებზეა? კაი, იყოს საკისრებზე. კი ბატონო, ამ შემთხვევაში მე არ მიწყვიტავს ამ საფასო კატეგორიაში. მოდი აქ ვიტყვი ამას, რომ ამერიკული კომპანია არის პირველ რიგში და ამერიკაში იწარმოება და ამერიკელებისთვის აკეთებს პირველ რიგში რა და ეხლა ეს შედარებით ცოტა ზვირიანი ვერსია არის, მაგრამ სტანდარტული ბაგაუთები დოლარებში რა ფასებია ხოლმე? 100 არასდროს არ არის. მეტი. კი ბატონო. ხო, 150 ფარგლებში. 140 დოლარის ფარგლებში. 140 დოლარის ფარგლებში, ანუ ქართულ რეალობაში რო გადმოიყვანოთ, ხელფასები რო უფრო მეტი გქონდეს და ქართული წარმოებული მასიური კაი ხარისხის დანა რო ღირდეს 140 ლარი. კი ბატონო, მაგ დროს კი ბატონო, ქართულს მივანიჭებ თუ პირატესობას. რეალურად ეს არის რა და ეს კომპანია ეგ არის. უბრალოდ ჩვენ რეალობაში რო გადმოგვაქვს, ჩვენ ჩამოგვაქვს ჩინეთიდანაც და ჩამოგვაქვს ამერიკიდანაც და ახლა ქართულ ვალუტაში გადმოგვაქვს და მაგ შემთხვევაში გამოდის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სხვაობა. კი ბატონო. მაგრამ არის თავარი რა ეს უკვე benchmade უბრალოდ ინსტრუმენტი არ არის რა, არის დანების მოყვარულებისათვის ჩემი აზრით, ვინც იხდის უკვე ლოგოში, ბრენდში და კოლექციონერობაში, ანუ სიამოვნებას რო ღებულობს, უბრალოდ ინსტრუმენტად არ ყიდულობს. უბრალოდ ინსტრუმენტად თუ ყიდულობს და ინსტრუმენტზე მეტიც, რა თქმა უნდა, SRM-ი, ახლა ეს ყველაფერი რომ მოვაშოროთ ამათ, მე პირადად SRM-ს ავირჩევდი ამ შემთხვევაში. ნამდვილად. ჯერ მარტო კლიპსაზე არ ვიცი გვისაუბრებია თუ არა კლიპსებზე. ეს კლიპსები მიშა მარტო ამაზე არა, ძალიან ბევრზე. ძალიან გავრცელებული პრობლემა არის ვინტების დაკარგვა, ვინტების მოწყვეტა, რომ გადაჭერა გადმოჭერისას პატარა ვინტები რო არის, დღესაც მქონდა რამდენიმე ადამიანი იყო მოსული, რომ დაკარგული ვინტი ქონდა და მსგავსები რა და აი ჯერ მარტო ეს რამდენიც ნიშნავს, რომ ეს პრობლემა ამას არ ექნება. მესამე, კლიპსა რო მოიღუნება, ესე იღუნება ხოლმე GPS რო ხმარობენ ხოლმე, ამას მარტივად მოხსნი, ისევ შეღუნავ, გაუკეთებ. ანუ სადა დედამიწა მამასა და ამას შორის. თუმცა, ნუ კიდევ ერთხელ მე ეს თავიდან ვიყავი ხოლმე იმაზე, რომ აი overprice და რაღაცა, მაგრამ მე უფრო დავაფასებ ბრენდები მიხეილ და რა თქმა უნდა, ვთქვი რომ თვითღირებულება შეიძლება იქ სხვაჯდება ბევრად, აქ სხვაჯდება, ანუ ის ფაქტორები, რაც გიორგიმ ჩამოთვალა, ზუსტად თუ დააკვირდებით, ბევრ სხვა შემთხვევაში შეხვდება ეს ფაქტორები და ბოლოს შემაჯამებელზე უკვე თვითონ ფაქტორებიც განიხილავთ. და ზოგადად რა დანები ღირს იმდენი, მით უმეტეს როცა ესეთ თემაში არის, რამდენსაც იხდიან მომხმარებლები რა და ვიღაცა შეიძლება უღირდეს, ვიღაცას არ უღირდეს, მაგრამ იმის თქმა რომ ის რაღაცა გადამეტებულია, ვიღაცისთვის არ არის გადამეტებული. მე ახლა გადამიხდია რაღაც ძალიან ძვირფასი, ძალიან ძველ დანებში, ისეთი როგორც ვიღაცამ შეიძლება 50 ლარი წარგატა. მე მიღეს, სხვა შეიძლება არ უღირდეს მიხეილ. ასე რომ მაგას მიაქციეთ ხოლმე ყურადღება. კაი, მშვენიერი მიშა. აბა თქვენ ჩემი ჯერია? კი ბატონო, ჩვენ
გადავდოთ დროებით benchmade და ესერე. მოდი მაშინ დაბალწონიანისაგან დავიწყებ. რამდენად სწორად გავიგე დავალება, ეგ გამოჩნდება მიხეილ. ყოველ შემთხვევაში მე ორი კაი მუშადანა შევარჩია. ორი კაი მუშადანა და ერთადერთი ამის ანალოგია ეს იმაზე არის ტრიადლოქზე, მაგრამ იყოს. კი ბატონო. 59 ლარი არის. ანუ 59 ლარი არის თანხა ჩემთვის, რომელზეც რომ მოდიან ხოლმე ადამიანები, ვეუბნები ხოლმე, რომ აი რასაც იხდი, იმას ნაღდი იღებულობ. აი ნამდვილად 59 ლარისას შაიბებზე არის თითფერის. რავი, შვენიერი ლაინერები აქვს, შვენიერი მექანიკა აქვს, ყველაფერი აქვს. ეს კაი გადაჭერილია, კარგად მუშაობს ხოლმე სხვები ზოგადად გადაჭერილია. 59 ლარში 100% დამართლებს თავის თავს და მე არ მგონია რეალურ ცხოვრებაში, რავი, ვინ რამე გააკეთოს ისეთი, რომ ამან გაუძლოს და ამან ვერ გაუძლოს. აი ძალიან რაღაც ისე ვარ რა. ერთადერთი ჩამკეტის თემა არის, ამას ტრიადლოქებს რაღაც თემაში მოუსწრიალდეს. რეალურ ცხოვრებაში ლუკებს ალბათ არ ხსნით. ხო, ვისაც უბრალოდ დანა უნდა 59 ლარში და კიდე არის უფრო ბიუჯეტურებიც, იყიდი ისეთ ინსტრუმენტს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ შვილიშვილებსაც გადაყვებათ, მაგას იმიტომ ვიძახი, რომ გასალესად რომ მოვთხოვ მედანები, რომ აი ბაბუის ნაქონი არის და მე დამრჩა და მე მამა ჩემი ხმარობდა და ის ძველი დანები რო არის საბჭოური, რომელიც ამასთან შედარებით ბევრად დაბალი ხარისხი იყო და მუშაობს დღესაც რა და იხსნება, იკეტება და გასალესად არის მოსული. ეს მით უმეტეს იმუშავებს თუ ისინი მუშაობენ რა და დანარჩენი მეორე მაქვს American Lowman მიშა. ჩვენი ორივეს საყვარელი მოდელი. ფავორიტი, არ ვიცი. ტარება რო შეგვეძლოს, ეს ალბათ აუცილებლად იქნებოდა ათეულში მოხდებოდა რა. არის რომ სატარებელი დანა, მუშა, ვირი, იდეალური პრაქტიკული თხელი. ფასი ამისი გვაქვს 459, რამდენი მეტი გამოდის? რავი, 7-8-მდე? ხო, ნუ 7 რაღაცა. მაგდენ ჯერ მეტი ხარისხი აქვს, რა თქმა უნდა არა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია რომ ესე ზღირს ეს მოდელი ზღირს თავის ფასი. უბრალოდ ვის რა უღირს მაგაზია. Cold Steel არის Andrew Demko-ს ჩამკეტი მექანიზმი გვაქვს. ფოლადი გვაქვს ამერიკული და ნუ როგორ ვთქვა, ლეგენდა მოდელი გვაქვს, რომელიც აი მაგალითად ეს რო დავინახო მე რომ უკეთია ხოლმე ადამიანს გასალესად რომ მოიტანს, ხო? მე ვიცი რომ ეს ადამიანი კარგ დანას აფასებს, ხო? სამარიაჟოთ არა აქვს, კარგ დანას აფასებს. ხო და რა თქმა უნდა ეხლა ამ მოდელსაც აქვს თავისი ღირებულება მაგხრივ. კიდევ მეც დავამატებ თუ შეიძლება ამ კონკრეტულში, ესე იგი უფრო მარტივად რომ ნავხსნათ, ესე იგი ამ კონკრეტული დანის ფასად მოგვივა, მინიმუმ 7 ეს დანა. ჩვენ რო წარმოვიდგინოთ და უშუალოდ სამუშაო პროცესი, ანუ 7 განზო, ბევრად დიდხანს ემუშავებს, ვიდრე ერთი Cold Steel. მაგრამ ძალიან რთული სათქმელი არის, რომ 7 განზოს ვიყიდიდი თუ ერთ Cold Steel-ს. უბრალოდ აქ ზუსტად არჩევანის თავისუფლებაც ეგ არის, რომ დანების ბაზარი გაძლევთ, არა მარტო ჩვენი მაღაზია, ზოგადად ბაზარი გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენ გადაწყვიტოთ, რომელი არის თქვენთვის უფრო საჭირო. თავი პრობლემა იცი რა არის, რაც დავამატებ, აი იმ კომენტარებს წერა საუბრობდი. ამ თემაში არეული არის ორი კატეგორიის ხალხი რა. ერთი ვინც ამ ყველაფერში ხედავს ინსტრუმენტს და მეორე არიან მოყვარულები, მედანეები, რომლებიც ამ ყველაფერში არ ხედავენ მარტო ინსტრუმენტს, ხედავენ რაღაც საყვარელ ნივთს, რომელშიც ყველაფერს აქცევენ ყურადღებას რა. აი მაგაში არის აცდენა იმისთვის ეხლა ინსტრუმენტი რო არის ხო რა თქმა უნდა ეხლა ხელოსნად მიმუშავია მე სხვადასხვა ხელობებზე ეხლა რაღაცა ბალგარკებზე რო საუბრობდე და რაღაცებზე იმას სხვანაირად შევაფასებდი ეხლა რა თქმა უნდა რაში მაინტერესებს იმისი ბრენდი ჰილტი არის თუ რომელი არის თავარი არის რომ ის გაამართლოს და იმუშაოს და ჩინურებზე მუშაობდი ხოლმე აბსოლუტურად ამართლებდა თავის თავს ამ შემთხვევაში ეგ სხვა არის და ძირითადად ვინც მაგას წერს რა ზვირია და რაღაც არის ეგ კატეგორია ვინც უბრალოდ ინსტრუმენტად უყურებს ამ ყველაფერს მიხელი გასაგებია აბა შემდეგი ჩემი აზრით არის პროვოკაციული ორეული და მოკლედ პირველი კასუმი ემკასტასი და ესე იგი ძალიან როგორ თქვა რამოდენიმე წლის წინ სანამ ეს დანა კი სანამ აქ საერთოდ დავიწყებდი მოღვაწეობას და შენ ეს მოდელი? კი ბატონო, ეს მოდელი ერთ-ერთ კიასოვზე მაქვს რა ლაპარაკი რა. მაგასთან მოკლედ აღმოვაჩინე და ნუ არ ვიცი ხა იმან ისე რაღაცნაირად ადიდა და მაშინ მეც ნაკლები ცოდნა მქონდა და რაღაცა ისე უსმენდი რა, ხო იცი? ის კი აქ რა რაღაცა ძალიან მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი უყვარს და ნუ მოკლედ ჩამჩა ძალიან ისე და
როდესაც რეალურად ხელში დავიჭირე, ცოტა იმედი გამიცრუდა რა. მაგრამ მე კიდე რაღაცა ხანი უკვე ჩვენთან როიდო მივხვდი რომ ანუ ეს არის აბსოლუტურად სხვა მუღამი, აბსოლუტურად სხვა ეშხი აქვს ამდანას და აქ არ უნდა ვეძებო მექანიკა, აქ არ უნდა ვეძებო რაღაცა ხმები, აქ არის სუფთა ვიზუალი, რაღაცა იაპონური მინიმალიზმი და ნუ ძალიან საინტერესო დანაა მოკლედ ორი სიტყვით რა. და ამდანის ჩვენთან ღირებულება არის 529 ლარი. მაგრამ რაღაცა პერიოდის წინ ჩვენ ჩავწერეთ ამაზე ვიდეო. ჩვენთან მოხვდა ბატონი გიორგის, ასე ვთქვათ, შეკვეთით SRM-ის ეს მოდელი, რომელიც არის ტიტანით და დამასკური ფოლადით და რომელიც ღირს 179 ლარი. აი სრული სერიოზულობით მინდა ეხლა ვთქვა რა, დღეის მდგომარეობით მე ამ ორი მოდელს შორის არჩევა იმიტომ რომ ის იაპონურია და ეს თქვათ ჩინური არ გამიჭირდებოდა, მე ამას ავირჩევდი. კი, მე ამას ავირჩევდი. ერთადერთი მიზეზი რატო შეიძლება ეს ამერჩია იქნებოდა თუ სხვა ემკასთან არ მექნებოდა და მინდა რომ ბრენდი მქონდეს. სხვა მხრივ არა. და აქაც ვაწყდებით იმ სიტუაციას, რაც გიორგიმ ძალიან ისე აღნიშნა, რომ რომელი ბაზრისთვის იწარმოება, რა მსყიდველობით უნარიანი მომხმარებლისთვის იწარმოება და რა უჯდებათ წარმოება. მოკლედ, ასე ვთქვათ, აი ეს ორი მოდელი არის, რომელსაც მე მსგავს კატეგორიაში ვატარებ. კაი, ემკასტაზე მეც იგივეს ვიტყვი მიხეილ, თავიდან მეც რომ პირველი შეხებები მქონდა ემკასტასთან, რომ გასალესად მოქონათ ხოლმე. რაღაცნაირად ისეთი იმედგაცრუებასავით მქონდა. თუმცა მე მგონია რომ ეს ყველამ დიდი ხანი ამ თემაში არის, ყველამ გაიარა ის რომ თავიდან რაღაცა ჯერ ერთ სიყიდის, მერე უკეთესი იყიდის, მერე მესამე უკეთესი იყიდის და გონია რომ რაც ფასი იზრდება, ხარისხი უფრო და უფრო იზრდება. და რაღაცა მომენტის მერე ხვდები მაგას რომ ეგრე არ არის. რაღაცა დროის მერე ეტაპი დამიდგა ისეთი რომ საერთოდ აღარ ვაქცევდი ხარისხებსაც მიშა ყურადღებას. თავარი არის როგორ ემოციას მაძლევს. რა სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ემოციები რა, როგორც საყვარელო მუსიკოს რომ მოусმენ, როგორც საყვარელი ვთქვათ მხატვრის ნახატს რო უყურო და ემოციას რო იღებ და იცი რომ იმის უკან რაღაცა დგას და ასე შემდეგ. ეგ არის ეს ყველაფერი და ეხლა ემკასტა ეხლა რომ მიჭირავს ხეშ და სანამ შენ იმდანაზე საუბრობდი, რავი, მე ძალიან გამიტაცა პატარაზე თითქოს რაღაც იაპონური განწყობაზე დავდექი და რაღაც გასაგები. კი ბატონო და მე მაძლევს ისეთ ემოციებს რომ აი ამ ფასს ჩემთვის ნამდვილად ამართლებს აი ეს დანა ეგრე არის მეგობრებო, ემოციები არის, დანების სიყვარული, თავარი არის ვის რა ემოციას გაძლევთ. თუ არ გაძლევთ ემოციას, შეიძლება 10,000 იღრდეს და ის ყველაზე რეალური მაგალითი, როდესაც ანუ ორი ადამიანი, რომელიც ერთ საქმეს, ასე ვთქვათ, ვაკეთებთ, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ მას აქვს ამ კონკრეტულ ნივთზე ემოცია, მე შეიძლება მქონდეს ამ კონკრეტულ ნივთზე. ასე რომ კეთყვი ახლა თავისუფლები ხართ თქვენს არჩევანში. მაგარიდან არის, ხარისხით ჯობია ამას მიშა. ხარისხით ჯობია, ბევრად კარგად არის გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ slip joint-ი ეს liner lock-ი არის, მაგრამ როშიადარო დონეზე ეს ძალიან კარგად არის გაკეთებული. მაგრამ იმ ემოციებს არ მაძლევს. მე ამის იაფიანი ვერსია უფრო მაძლევს იმ ემოციებს. ეხლა დანარჩენი ეხლა ხარისხიანი დანები ბევრი გვაქვს, ხო იცი და კი ბატონო, კი. ეს ისე ვარ. ვისაც მაგარი დანა უნდა უბრალოდ, ვისაც მაგარი დანა უნდა, კი, თავის ფაში საოცარი დანა არის, მაგრამ ნუ კოლექციაში მე ამისკენ ვარ. მოკლედ, ორივე დანა გქონდეთ ხედველობაში მეგობრებო. ამას კლიპს არ აქვს. მაგას აქვს თავის პატარა ჩასადები. კაი. აბა ბატონო გიორგი. ჩემი ჯერია. თქვენი ჯერი დამდგარა. მოდი მაშინ აი ამ ორ ვაჟ ბატონს გამოვაყურებ. ძალიან საინტერესო არჩევანია. ნამდვილად მე მოვიხიბლე მაგით. MSI ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მაიკროტეკი. ეს ფასი ღირს რამდენში კოსკას 799 ლარში ვიყიდით, იმიტომ რომ ამ დაფარვით არის და სპეციფიური ტარით არის. ბოდიშკი ხდი, რომ დაასრულებ უბრალოდ ამ არჩევანზე ცოტა მეტი მალაპარაკე მე. კაი. მომხმარებლები რომ მოდიან ხოლმე, რატო არის ყველაზე გაყიდვადი?
ჩვენც ურჩევთ ხოლმე რომ ამ ფასში მაიკროტეკია M390 არის ასაჩუქრეთ მაგარია, როგორც პრესტიჟული ბრენდი არის, ყველაფერი ამ ფასში ძნელია რა მსგავსი რაღაც იმის შერჩევა ამ ფოლადზე და ასე შემდეგ. მაგრამ მე სიმართლე გითხრა აი ამ მოდელისაკენ გონია რომ ძალიან გადამეტებული ფასი არის. მე ესე მგონია რა. ეხლა ამ შემთხვევაში მე აი ეს 155 ლარიანი ესე რემი უფრო კარგი მოციებს მაძლევს ვიდრე აი მაიკროტეკის MSI მოდელი. არ ვიცი არ თქვა რასაც ვფიქრობ, მიშა ჩაუღრმავდი ამ თემას. მე არ მიყვარს რომ ლოგოში მახდევინებენ ძალიან ბევრს. კი ბატონო. ლოგოში რომ მახდევინებენ. უბრალოდ ეგეც ალბათ იმის მომენტი არის რომ ვინ რამდენად მოყვარული არის მაიკროტეკის რა მე იმას არ ვიძახი რომ თქვა არ უნდა ღირდეს. უბრალოდ მე არ ვარ დიდად მაიკროტეკის ეგეთი მოყვარული და ხო, თუ გიყვარს გადაიხდი და მე რო ვხედავ რომ თქვა ლოგოს გამო ის ბევრად მეტი ღირს და იმ ლოგოს მე ისეთი მოყვარული არა ვარ, მაგ შემთხვევაში ვფიქრობ რომ ეს ძალიან ისეთი მოდელია და აი ამ ორი ვარიანტიდან ხარისხით ეს G10 არის, ეს FRN არის, ამას მონოლაინერი აქვს, ამას სხვანაირად აქვს. ხმა, მექანიკა, მუშაობა ამისი ბევრად უფრო მომწონს. კი ბატონო. ერთადერთი ალბათ M390 რო არის, ახლა მაგდონის ფოლადი ამას ნამდვილად არ უყენია, მაგრამ დანარჩენი ჩემთვის ბევრად მაღლა დგას ეს მოდელი და ცალსახად აი ამას უფრო ვიქონიებდი ვიდრე იმას კოლექციაში 155 ლარიან SRM-ს მიშა. ძალიან საინტერესო არჩევანი წარმოგვიდგინა გიორგი. 5-ჯერ მეტი არის ხო ფასი? კი ბატონო და ერთი რაღაცა მინდა ახლა უცბად პატარა ეს ჩანართი გავაკეთო რა. ნებისმიერი ბრენდი, ნებისმიერი კომპანიის მთავარი ამოსავალი წერტილი რა თქმა უნდა მოგება არის და ასე ვთქვათ, ყველას აქვს რაღაცა თავისი ხრიკები, როგორ გაზარდოს ეს მოგება. მაგალითად არიან კომპანიები, რომლებიც ძალიან ბევრ ვარიაციებს გვიკეთებენ ფოლადების. არიან კომპანიები, რომლებიც ბევრ სხვადასხვა დიზაინერებს გვთავაზობენ. მაიკროტეკი არც ერთ მათგანს არ აკეთებს და ამის მიუხედავად ახერხებს იმას, რომ უბრალოდ ბევრნაირი ფერებით და ბევრნაირი ვარიანტებით ასე ვთქვათ მოახერხოს ხალხის მონუსხვა. თუ დააკვირდებით, ალბათ ყველაზე მოსაწყენი არის მაიკროტეკი იმ კუთხით, რომ წლები მარტო ერთ ფოლადზე მუშაობენ და აქ რა ქვია კომენტარებში ნუ დამიწყებთ ისე რა ქვია მარფიონეს ნუ შემომიყვანთ რა გასაგებია რომ მარფიონე შეიძლება ხმარობდეს custom ხაზში სხვა საინტერესო ფოლადს მაიკროტექს რამდენი წელია M390 აქვს MK მე 4 წელია მე მგონი თუ 4 წელია MK ახალია M390-ებზე იყო კი ბატონო ნუ M390 ვთქვათ რა ანუ აქედან გამომდინარე ამით რისი თქმა მინდა რა ანუ მაქსიმალურად დაბალფასად აქვს ნაყიდი რა თქმა უნდა n რაოდენობის პოლადი ანუ ის მომენტი რომ ამათ ეხა წაეს უჯდებათ არ არის ეგ კაი, მოდი მაშინ სხვადასხვაგან გადავუხვეთ, მაგრამ მაგაზეც ვიტყვი. სუფთა მოდელებს რო ჩაუღრმავდე, მარკეტინგში არიან ძალიან მაგრები, ძალიან მაგრები. მარკეტინგში და ამ ვარიაციებში და ვარიანტებში, აი 100-დან 100. დიზაინი მარკეტინგი. მაგრამ აი ისინი რო გამოაკლო, აი ეს ვარიანტები, დაფარვების, სხვადასხვა რაღაცა იქიდან რო გადმოაქვს ზოგი მულტფილმიდან, ზოგი კომიქსებიდან, ესენი რო უბრალოდ მოდელები რო აიღო და სხვა ბრენდების მოდელებს რო შევადაროთ. აი მაგ შემთხვევაში ეხლა ეგ სხვა სალაპარაკოა და სხვა ვიდეოში შეიძლება დავუთმოთ, მაგრამ ძალიან ბევრი ხელოსანი სხვადასხვა მოდელს მოვიტანდი მე, რომ მრავალფეროვანი და ძალიან მაგარი ნამუშევრები აქვს. 100%. უბრალოდ შეიძლება ისე ძლიერი კომპანია ვერ არის და თქვა იმდენი ვარიანტები ვერ აქვს. კი ბატონო. კაი, სხვაგან წავედით. კიდევ და იქნებ, რა თქმა უნდა, ეს ამერიკული წარმოება არის და რა თქმა უნდა, ამერიკული ფასიც შესაბამისი არის. და ვინმე არ ეფიქროთ, რომ ეს ძალიან გვიყვარს ორივეს ეს დანა. კი, ძალიან გვიყვარს უბრალოდ ამ შემთხვევაში, ნუ კი ბატონო. რასაც გულით ვფიქრობდი, ის თქვი. კი ბატონო. მიშა, მე მგონი შენ ჯერი. კი ბატონო, ჩემი ჯერი არის და ჩემთვის ოდნავ უცხო ინსტრუმენტებზე მინდა ახლა გავამახვილო ყურადღება და ეს არის მულტიტული. ხო. მოკლედ, როდესაც მულტიტულებთან, ასე ვთქვათ, რაღაცა გაცნობა ჩემი შედგა და ნუ გავიგერო ეგ რაღაც ლეზერმანი არის, ამინდის შემქმნელი რაღაცა არის და ნუ აღმოვაჩინე რომ არის სოგი და ძალიან მომეწონა მე სოგის მულტიტულები. გიორგისაც აღმოჩნდა რომ საკმაოდ ისეთი კარგი დადებითი შეხედულება აქვს სოგის მულტიტულებზე და ჩვენს მაღაზიაში ყოველთვის იყო სოგის მულტიტული. ანუ სოგის მულტიტულები ლეზერმანთან შედარებით ნაკლები ღირს და ძალიან საინტერესო მოდელები აქვს რა. აი აეგის MT არის ესეთი მოდელი, რომელსაც წარმოიდგინეთ ესეთი ძალიან კარგი პატარა ბრტყელტუჩა აქვს პინცეტი, ეს რა ქვია, ამოვიღოთ ერთი წუთი ეს პინცეტი. ბატონო, აქ ესეთი პინცეტი
კი ბატონო, აქვს დანა. ოღონდ ეს როგორი იმის არის, მყარე ჩამკეტი მექანიზმი, ხო ბატონო გიორგი? კი. კი, რაღაცა კიდე აქვს მე მგონი. მოკლედ, ძალიან საინტერესო ნივთი არის და ღირს 160 ლარი ჩვენთან მაღაზიაში. ანუ ეს სოგისთვის რა ისეთი ძალიან კაი შეფუთვაში არის ბლისტერში სასაჩუქრად. კარგი რაღაცა არის, მაგრამ როგორც მულტიხელსაწყო, ბევრი არაფერი არ აქვს ზეთ რა. მის საპირწონეთ მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სიამაყე ბრენდი SQT და აი ამ ხელა რაღაცა კი 65 ლარი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე იქ რო ვიძახდი რომ მასალა იქით უკეთესია და ამერიკულია და ფხვნილოვანი ფოლადი, აქ ამას ვეღარ ვიძახი. აქ მასალები უკვე არის ანიდენტური, მოდი ასე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ სოგის მასალები არის ამაზე წინ. რამდენი რაღაცა ბატონო გიორგი? და ღირს სამჯერ 2.5-ჯერ ნაკლები. აი, მოდი მე მრავალფუნქციურებზე ვიტყვი, ჩავაღრმავდები. დავაღრმავდები. ჯერ ლეზერმანებზე ვიტყვი, რატო არ გვაქვს ლეზერმანები? ლეზერმანები თავიდან მქონდა, ჩამოქონდა. უბრალოდ დაემთხვა ისე, რომ ხშირად ხარვეზიანები იყო. საკმაოდ ხშირად. და რაღაცა მიზეზების გამო გადავწყვიტე, რომ ლეზერმანი აღარ გქონოდა, მით უმეტეს სხვასაც შემოაქვს რა და აღარ გვიღირდა და შევეშვით ლეზერმანებს. დანარჩენი ლეზერმანსაც რაც შეეხება და ამ ინსტრუმენტებსაც რაც შეეხება, მეკითხებიან ხოლმე, აი ხარისხიანია, როგორია, რანაირად. აი 30 ფუნქცია რო აქვს, როგორ წარმოგიდგენიათ, ეხლა ერთი დანა რო ღირს, ერთი ფუნქციით რო არ და ერთი ფოლადით არის და იმასაც კი რო ხარვეზები აქვს ხოლმე 500 ლარიან დანებს პლუს მინუს. ეხლა 30 ფუნქცია რო აქვს, აი როგორ წარმოგიდგენიათ, რომ იგივე ხარისხი იყოს, რაც დანებში არის. აი ცადა დედამიწა არის ხარისხი. შესაბამისად, უბრალოდ ეს მთლიანობაში რომ მრავალფუნქციური რაღაც გამართული იყოს, თორე სათითაოდ რო აიღო დანის პირის გამოყვანა, დეტალები, მექანიკა და ასე შემდეგ. ცადა დედამიწა, თქვათ, აი როგორ ვთქვა, ლეზერმანის დანა აჯობებს განზოს 50 ლარიანი დანა აჯობებს. გაცრავად. ხო და მაგის თქმა მინდოდა მიხელი. დანარჩენი SQT კი, მართლა ჩვენი ის არის რაღაცა მიხარია რომ გვაქვს და მომავალში ვფიქრობ რომ გავაჟღერებ რომ ასორტიმენტი სატეს გაზდას რო ვფიქრობთ პირველი გვინდა რომ მრავალფუნქციურებისკენ წავიდეთ. ანუ ქართული დიზაინით და დაპროექტებით შექმნილი მრავალფუნქციურიც იქნება. მოდი მაგაზეც გავაკეთებ ახლა დანები რომ დაიდო ბევრი ძახის ქართულია, საქართველოში კეთება და ასე შემდეგ. რატო გადავწყვეტ პირველ რიგში ეს ბრენდი? ჩინეთში რო ვიყავი ჩასული, ვფიქრობდით რომ იქიდან წამოგვიღო რაიმე ხარისხიანი ბრენდი და არის ეს ხარისხიანი ბრენდები, მაგრამ ჩინეთში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული, მე რაც მინახავს ამ წლების მანძილზე რომ ძალიან მალე ეს ბრენდები იცვლება და იხურება ხოლმე და ხრება ხოლმე. ხო და უამრავი რესურსი ჩაგვედო, შემოგვეტანა კაი ბრენდი და ხვალ სიტყვაზე თქვათ გაეფუჭებინა ხარისხი, ან გამქრალიყო საერთოდ, მაგ შემთხვევაში წყალში გადაყრილი გამოდიოდა და ესე გადავწყვეტ მარკეტინგულად კი ძნელი არის ახლა ქართული ბრენდის ამუშავება და რაღაცა გამოწვევები აქვს თავისი, მაგრამ ის იდეა არის რომ ხარისხს დავიჭერთ სულ. კი ბატონო. ეს არ შემოგთავაზებს კარგს, მე სხვასთან გავაკეთებთ და ბრენდი გვექნება ჩვენ რო თქვათ ხარისხიანი არის და მრავალფუნქციურებზეც მიხეილ მგონია რომ ახლო მომავალში გადავალთ. კი ბატონო, მოკლედ აქაც შევხვდით იგივე სიტუაციას, რომ მოკლედ მარტო იმიტომ რომ თვითონ ბრენდი სოგი არის ამერიკული ბრენდი, მიუხედავად იმისა რომ დღეს უკვე ჩინელების ფლობელობის ქვეშ არის, ამერიკულ ბაზარზე არის ძირითადად ორიენტირებული, აი ძირითად შემთხვევაში მისი ფასი, აი აქ უკვე ვერ ვიტყვი რომ თუ ბენჩმეინზე ვიძახი რომ აი მოყვარულია და მაგითო ყიდულობს, აქ ეგ აღარ არის. აქ ცოტა სხვა მომენტები შემოდის რა. ამიტომ ეს ყველაფერიც თქვენი გადასაწყვეტია. რომელი უფრო მოგწონთ და რა უფრო ემოციას, აი გიორგის ეს ფორმულირება მომეწონა ძალიან რა. თქვენში რომელი უფრო ემოციას აღწევს. ამ ჩინეთში შენმა ვიზიტმა ძალიან ისეთი თვალნათელი გახადა რა მოკლედ რა, აქამდე შეიძლება ვიცოდით, მაგრამ უკვე შენი თვალით დაინახე, რომ უამრავი ცნობილი ბრენდის, განადახქვეშა წარმოება, ოფიციალური წარმოებები არის ამ ჩინურ ქარხნებში და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, ხო? ჩვეულებრივი პრაქტიკა არის, რომელსაც არც არავინ არ მალავს. სინამდვილეში ეს ჩინეთში წარმოებულია, რო იძახიან ხაზი, ხო? თავისი ქარხნები კი არა აქვს.
იმათ. უბრალოდ თანამშრომლობენ ჩინეთში დიდ ქარხანასთან რა, ცნობილი ბრენდები. მარტივად რო შევადაროთ, რა თქვა, სატე შეგვიძლია შევადაროთ Adidas რა. რო ანუ Adidas-ი გერმანული ბრენდია, სატე ქართული ბრენდია, სატეს და Adidas-იც ორივე იწარმოება ჩინეთში. ერთ ქარხანაში იყოს, კი. ნუ მე მგონი არაფერი სხვა განსხვავება არ არის რა. კი ბატონო. ახლა აი გადავალ სამზარეულო დანებზეც ხო და ნუ ეგ არის რა, რომ გავიცანი ადამიანი, მე თუნდაც სხვა თვალით შევხედე მე რა, რომ უყურებ რომ მე რა ბრენდებიც მაქვს სიტყვაზე. ისინიც იმ ქარხანაშია ნაწარმოები და ერთ და იგივე ბრენდის ზოგი იაფიანი და ზოგი ძვირიანი თქვა იმ ქარხანაში არის ნაწარმოები რა და დანარჩენი ახლა რა თქმა უნდა ლოგოში ვიხდით და ბრენდში ვიხდით თანხებს. მიშა, ჩემი ჯერი არის თუ შენი ჯერია. კაი, მოდი მაშინ უცები ვიტყვი მიშა. უცებ თორე გაგვიგზავნა კი. აი ამ ორ მოდელზე გადავალ რა. შევარჩიე ორი ვირი ტანკივით მუშა დანა. ძალიან კარგია. ეს ღირს 919 ლარი და ეს 99 ლარი. აი ეგ საერთოდ ძალიან რთული კითხვაა ბატონო გიორგი რა. ისევ და ისევ რა დანა ღირს იმდენი რამდენსაც იხდიან მაშინ. ბენჩმეიდის მოყვარული თუ არის და აგროვებს ბენჩმეიდებს და თქვათ ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ლეგენდა მოდელი ადამასი, შეინ სიბერტის მოდელი ახალ ფოლადზია ხო ეს თან კრუვიარზე არის კი მანამდე დეორებზე იყო ხოლმე. რა თქმა უნდა საქონიებელი დანა არის კოლექციაში და უმაგრესი დანა არის თავისი მექანიკით და პრაქტიკულობით და ყველაფრით, მაგრამ თუ არა ხარ ეგეთი მოყვარული და ინსტრუმენტად უყურებ, ეხლა რატომ მოხდა ეს მოდელი თვალში, მიშა, უკრაინაშია წაღებული რა, ჩემგან რამდენიმე. ხო, და მაგალითად ეხლა უკრაინაში რომ მიდიოდეს, ეხლა 10 ცალი ეს მოდის აი ამის ფასში. ანუ არაფრით ნაკლებს არ გააკეთებს იქ თავის საქმეს. ხო და ყველამ თვითონ გადაწყვიტა სუფთა ინსტრუმენტად, რავი, ერთ-ერთს დაუდგება ამას და 10 ცალი მოდის მაგბაში და ფრონტზე. ბევრად კარგად აილესება. კი ბატონო, კი, ფრონტზე და საველე პირობებში აბსოლუტურად იგივე არის და დანარჩენი ახლა ვისაც უყვარს ბენჩმეიდი და ვისაც აქვს საშუალება და რაღაცა, რა თქმა უნდა, ესეც ღირს თავის ფასი 10 ჯერ მეტი არის, ამერიკულია, OCPM ფოლადზე არის კრუვიარზე და რა თქმა უნდა დიზაინერიც ყავს. ამ შემთხვევაში ეს მოპარული დიზაინერი არის მოლეტას ხო. ნუ ეგ არის, მაგრამ ნუ ეს მოპარული დიზაინი არის და ეს ამ შემთხვევაში მოკლედ აქ მასალებით ძვირფასი არის ამასთან შედარებით, მაგრამ აი აქაც მთელი ამის მუღამი ის არის რომ მიუხედავად ბიუჯეტური მასალებისა ბრწყინვალეთ არის გაკეთებული ეს დანა რა. არა, უმაგრესი დანა არის, უმაგრესიანი. ანუ სუფთა ინსტრუმენტად, აი ხო გეუნები, სუფთა ინსტრუმენტი რომ ჭირდებოდეს, ორი ცალი ეს რო იყოს და ერთი ეს 2-300 ავიღებ რა და მივცემ ერთ-ერთს ერთი მემექნება და გამოვიყენებთ. კი ბატონო. ბრწყინვალე არჩევანი იყო ბატონო გიორგი, განსაკუთრებით მომეწონა. ანუ თქვენ ნამდვილად ძალიან კარგად გაგეგიათ ჩემი ასე ვთქვათ, წამოწყება და მოდი ახლა მინდა რომ სამზარეულოს მივადგე და ჩვენი ერთ-ერთი სიამაყე, იმიტომ რომ როდესაც დავიწყებთ ჩვენ საქმიანობა, კანეცუგუ იყო ის იაპონური ბრენდი, რომელიც ბატონმა გიორგიმ მე ნამდვილად არ მახსოვს რომელ გამოფენაზე და ნუ ბატონ გიორგის ასე ვთქვათ აღმოჩენაც არის და მისი დამსახურებაა რომ საქართველოს თბილისში ეს იყიდება, ძალიან კარგი ბრენდი არის და ასევე კანეცუგოსაც აქვს რამოდენიმე ხაზი, ეს არის ბიუჯეტური ხაზი, აქვს საშუალო ხაზი და აქვს ძვირიანი ხაზი. მე დღეს შევადარებ კანეცუგუს ბიუჯეტურ ხაზს და ჩვენი სატეს ბიუჯეტურ ხაზს. როგორც ხედავთ, აბსოლუტურად იდენტური სტილის ორი დანა არის utility და აი ეს ქვედა ხელში მიჭიროს თუ არა კუთხე მერჭობა თითზე რა. და ეს ხელში რომ მიჭიროს არაფერი არ მერჭობა ხელს. ხო, მოკლედ, ეხლა რა ხდება აქ? პირველი, ეს დანა ღირს 65 ლარი. კაი. იაპონური დანა. ჩვენი სატე ღირს 18 ლარი. აბსოლუტურად იდენტური მასალებია, ფერი განსხვავება არ არის რა. ამას ხა აწერია მოლიბდენიუმ. ცოტა მაღალი აქვს ნახშირბადი. ნახშირბადი კი ბატონო, ნუ ძალიან ოდნავ არის რა. თავი ბოლო რომ ტესტი რო გავაკეთოთ. ნუ აი მოდი ესე ვთქვათ რა, რაღაცა თუ გაჭირის 100, ვთქვათ ეს თუ გაჭირის 100, ეს გაჭირის 90. მეტი განსხვავებას არ მოგცემს. ალბათ ხო. ხო, ნუ ესე ძალიან ღრმად ვარ ამაში მე დარწმუნებული რა. და კაი ხანია ამჭერი. ძალიან კარგი, ანუ რისი თქმა მინდა, აი ამ შემთხვევაში ეს ხო თავისთავად ძალიან კარგი არის, რომ 65 ლარი ღირს და მეტი არა. მაგრამ აი ზუსტად ეს კონკრეტული რო ანუ სატე ანუ ჩვენი წარმოებით ასე ვთქვათ არის და
ჩვენი დაკვეთით არის წარმოებული, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამაზე ბევრად ნაკლებად მოვახდინოთ რეალიზაცია. ეს იაპონური არა, ეხლა იაპონურშიც რა თქმა უნდა ვიხდით ფულს და აი გამოფენაზე რო ვიყავი მიშა, აი რამდენჯერ და 10-ჯერ დავარტყი წრეს, ყველა პირველ დღეს თქვა თუ ჯერ ყურალ წრე დავარტყი, მეორე დღეს თქვა ამოვწერეს ყველა რა ნორმალური ვარიანტი, მესამე დღეს გავფილტრე, მეოთხე დღეს კიდე სხვანაირად გავფილტრე და საბოლოო ჯამში მივედი ამ შედეგამდე. ყოველთვის გულახდილად ვიძახით ხოლმე და ეხლაც ესე ვიტყვი, რომ ეხლაც 100% ვარ დარწმუნებული, რომ ფასის, ხარისხის და ისტორიის შეფარდებით არის საუკეთესო. ისტორიის გამოკლებით ამისი კონკურენტი არის ტოჯირო, რომელიც ასევე იყიდება თბილისში. დანარჩენი რაც თბილისში არის, ყველა ბრენდი ვნახე იქა, უმეტესობის მეც შემეძლო შემოტანა, რავი, ყველაფერი გადავხეკე და მე ეს მგონია, რომ ძალიან კაი არჩევანი იყო. ფაში სხვაობა გვაქვს, რამდენი 5 მაგი. არა, 5 მაგი არ გვაქვს, 3 მაგი გვაქვს, 3.5 მაგი. 3.5 მაგი. მაშინ რა ჩვენ ორივე თავის ფაში ძალიან კარგი არის. ვისაც უბრალოდ ინსტრუმენტზე ცოტა მეტი უნდა, კი ბატონო. ხარისხით ეს შეიძლება ცოტათი ჯობდეს ხარისხით, უბრალოდ ეხლა თავის ისტორიით და იმით წარმომავლობით რომ იაპონია და რაღაცა, რა თქმა უნდა, ესეც თავის ფაში ძალიან კარგი არის, მაგრამ ვისაც ბოდიში და ეგ ფეხებზე კიდიეთ და სახში გინდათ რომ უბრალოდ რაღაცა ნიორი დაჭრათ, პამიდორი დაჭრათ და ასე შემდეგ ერთმნიშვნელოვნად სატყე. ხო, თბილისში ერთ-ერთი უკონკურენტო თავის ფაშია ალბათ. კი ბატონო, მოკლედ ეს იყო ჩემი არჩევანი. მოდი გახვედი ბოლოში. მე ერთი დამჭა, შენ დაგჭა 2 და მან მე მგონი ხა ძალიან ბევრი სასაუბრო არ არის, თუ გინდა მე დავამთავრე და მე ორივე შენ თქვი. მოკლედ ბოლოსთვის შემოვიტოვე. სპაიდერკოს გარეშე მე საერთოდ ერთ-ერთ 5-ეულს 10-ეულს და იმას ვერ ვაკეთებ და სპაიდერკო მილიტარი დანა, რომელიც არის ალბათ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დანა და ამ დანის საბაზო ვერსია. ანუ საბაზო ვერსიაში იგულისხმება, რომ ტანი არის G10, პირი არის S30V. ეხლა როგორც აღნიშნე, სპაიდერკო უამრავ ფოლადებს იყენებს და ნუ S30V არის მათი საბაზო ვერსია. ეს საბაზო ვერსია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენთან ღირს 899 ლარი და მისი კონკურენტ საპირწონეთ, ანუ CGRB Pirate XL Soma. აქ გვაქვს G10 და RPM 9 ფოლადი. ფხნილოვანი ფოლადი, რომელიც თავისი ფუნქციებითა და მახასიათებლებით თითქმის იდენტურია S30V-ის, თითქმის იდენტური. ოდნავ ჩამოუვარდება. რაც შეეხება საფასო კატეგორიას, 200 ლარი ღირს Pirate და როგორც გითხარით 900 ლარი ღირს მილიტარი. აქაც ზუსტად იგივე სიტუაცია არის, ეს არის ამერიკა, ეს არის Soulglasseri, ეს არის ლეგენდები, ეს არის უბრალოდ ძალიან მაგარი დანა button lock-ზე. ანუ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გირჩევნიათ: ბრენდი, ისტორია და რაღაცა საკოლექციო მომენტები, თუ უბრალოდ ძალიან კარგი დანა. მოკლედ, აი ეს 2. მოვჭი მე. არის. კაი, უცებ გიტყვი მიხეილ მეც. 2 utility დანა. საინტერესო ვიცი რა არის მიშა, რომ ორივე ჩინური ბრენდი არის. კი ბატონო. და დღესდღეობით ეგრე არის, რომ ჩინელებშიც უკვე არის თქვათ, ცოტა ისეთი ბრენდები, რომ თავისუფლებას აძლევენ თქვათ, რომ გააზვირონ რეპუტაციის გამო, ამ შემთხვევაში რიტი და ეს გვაქვს უკვე CGRB. ფასში სხვაობა გვაქვს 2 მაგი. ორივე ძალიან მაგარი დანა არის, თავის ფაში ორივე კარგი არის, ორჯერ მეტი ღირს ესა, რავი. იმიტომ რომ ეგრე ფიჯეტია რა, ფიჯეტია. ამას ინსტრუმენტად არც უყურებ. კი ბატონო. დანარჩენი კონკურენცია იზრდება, ეს უფრო ინსტრუმენტია. ეგ უფრო ინსტრუმენტი არის, უფრო ინსტრუმენტი არის, კი. უბრალოდ ეს ფიჯეტი არის, თუმცა ესეც იცი როგორ არის, ანუ კონკურენცია იმდენად დიდი არის თვითონ ჩინელებშიც. რომ ერთმანეთთან მიდის აი და ფასების დაწევა მიდის, ჭიდაობა მიდის, რომ რაღაცა ბაზრის რაღაცა ნაწილი აიკინონ და სხვა ბრენდებიც ვითარდებიან რა. ამ შემთხვევაში CGRB-ის ბოლო მოდელები რაც ჩამოგვივიდა, მიხეილ, რა მე ძალიან მომეწყონა. ის პატარა ფიქსიც რო იყო, სხვადასხვა მოდელები ძალიან მაგრები იყო. ეს ალბათ დღესდღეობით ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი უკონკურენტო არის თავისი ფასიდან გამომდინარე 119 ლარი. 119 ლარი და კაიზერის იმას ჩემდა სამწუხაროდ აჯობა. მე ხო კაიზერის უფრო ფანი ვარ, მაგრამ ამან აჯობა. კი, და ნუ ყოველთვის კრიტიკა მქონდა ხოლმე ჰოკის, იცი ჰოკებს და აუცილებლად უნდა ვიყიდო ჰოკის შორტკატი მე, რომ ვთქვათ კოლექციისთვის მქონდეს, მაგრამ აი ძალიან დიდი მინუსი არის, რომ აი utility დანას უჭირდება ინსტრუმენტი, რომ მოხსნა და გაუკეთდა. ამ შემთხვევაში აგე CGRB-მ ესე გადაწყვიტა მარტივად, რომ აი ესე ღილაკის მიჭერით, ჩადე აი ესე ღილაკის მიჭერით მარტივად. ძალიან მაგარი რამეა CGRB Boxer, მეგობრებო, 119 ლარი და ეს ხო საზამთროს ფორმაა, გვაქვს კიდე ლიმონის ფორმა და ძალიან ლამაზი დანები ამ რა.
წინვალია ბატონო გიორგი. აი. აბა ბოლო რა შემოვიტოვე ეგეც. ბოლო შემოვიტოვე, კაი, მუშა ვირი დანები, ფიქსები. რა საინტერესოა. ფასი გვაქვს, ეს ღირს 209 ლარი, ეს ღირს 859 ლარი. მე არ მგონი ამდანამ ამაზე ნაიმეთი ნაკლები გააკეთოს. მეც არ მგონია. აი, მანდიცი რატო არ მგონია? ეგ სენდვიკია? კი, სენდვიკია. ხაფნესი, ანუ რითიც ეს გამოირჩევა, თავგულო ერთნაირია. ნუ და ლოგოები რომ მოვაკლოს იმართლე გითხრა, ფორმით, ხელში, ერგონომიკით ეს შემთთვის ბევრად უფრო მისაღები არის. ისევ და ისევ რა ვის რა უღირს და ესეც ღირს თავის ფას და ესეც ამართლებს თავის ფას და ესეც რა თქმა უნდა ღირს და ღირს. ამერიკული არის ამერიკული ფოლადებით, პრესტიჟული არის ამერიკულ ბაზარზე გათვლილი. overpriced არ მგონია რომ იყოს მიშა რა. არა. დანარჩენი არის როგორ ვთქვა დღეს დანები არის ფუფუნება და კომფორტის საგანი ვისაც ინსტრუმენტი ჭირდება აი რავი 100 ლარამდე იყიდის შესანიშნავ ინსტრუმენტს რომ აი ნებისმიერ ზვირადღირებულ დანას გაუწევს როგორც ინსტრუმენტი კონკურენციას დანარჩენი ინსტრუმენტზე მეტი თუ გვინდა იცოდეთ რომ იქ უკვე აღარ არის ის რომ აი ძვირი არის და არ არის ფუფუნება არის ეს და ვისაც რის საშუალება აქვს იმას ყიდულობს რა. კი ბატონო, წინვალე იყო ბატონო გიორგი, მადლობა თქვენი ხუთეულისთვის, ძალიან კარგად და შემაჯამებელი სიტყვის სახით უცბად ვიტყვი რომ ანუ მეგობრებო, რომელსაც რაღაცა მომენტში შეიძლება ნაცა არ ვიცი, ნეგატიური აზრი გაგიჩნდეთ, იმიტომ რომ პირობითად რაღაცა დანა ღირს დაუშვათ 900 ლარი, იცოდეთ რომ ანუ მსგავსი თვისებების დანა აუცილებლად იქნება მინიმუმ 3-ჯერ ნაკლებ ფასში მაინც. ასე რომ ყველა საფოსო კატეგორიაში შეძლებთ მონახოთ მაღაზიათა ქსელ მედანეში თქვენთვის სასურველი დანა. გამოიწერეთ ჩვენი არხი და მომავალ ვიდეოებამდე. მომავალ ვიდეოებამდე და კომენტარით რაზე ისურვებთ ვიდეოების ჩაწერას კიდე და გავიწყოთ. კაი ხანია არ გავუკეთებია? კი ბატონო, კარგად.